მოგესალმებით, როგორც უკვე ვატყობ ჩვენ გავედით ლაივზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ არ ვღალატოთ ჩვენს ტრადიციას და სულ რამოდენიმე წუთი დაველოდოთ იმისათვის, რომ შეტყობინება მიუვიდეთ ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს იმის შესახებ, რომ ჩვენ დავიწყეთ ლაივი. კი ბატონო, დროა მგონი რომ დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთგული მსმენელები და მაყურებლები ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან და მოგვისმენენ დღეისათვის ფიქრობ, რომ ყველაზე და ერთ-ერთ ძალიან საინტერესო თემაზე. დღეს ისევ და ისევ კონვენციის გარშემო ვიტრიალებთ, ვინაიდან და რადგანაც არაერთხელ აღნიშნავს და მithქვამს, რომ კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ არის ჩვენთვის, ჩვენი თემის ასე თქვა ჩვენი ბიბლია, ვინაიდან და რადგანაც როდესაც ჩვენს უფლებებზე ვაკეთებთ აპელირებას ზუსტად რომ კონვენციის უფლებებიდან და მისი მუხლებიდან გამოვდივართ. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, მგონი რომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა. ხოლო რატიფიცირებიდან 2 წლის შემდეგ სახელმწიფომ გაეროს კომიტეტში პირველი ანგარიში წარადგინა, სადაც აღნიშნა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც მან გაატარა იმისათვის, რომ კონვენციაში აღნიშნული მუხლები და უფლებები, ასე ვთქვათ, თუ როგორ მოხდა მუხლებებისა და უფლებების პრაქტიკაში რატიფიცირება, ანუ ინტეგრირება. რამოდენიმე კვირის წინ კი ჟენევაში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 22-ვე სესიაზე შიშიმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიშის განხილვა გაიმართა და კომიტეტისათვის სახელმწიფო ანგარიშის წარდგენის შემდეგ შიშიმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა წარადგინეს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ალტერნატიული, მას ასევე მეორენაირად ჩრდილოვან ანგარიშსაც ეძახიან და ამ ანგარიშებს შორის იყო კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიერ წარმოდგენილი ანგარიში. სწორედ ამ ანგარიშზე გვექნება დღეს საუბარი. ჩვენსას მოწვეულ სტუმართან ერთად ეს გახლავთ ქალბატონი ქეთევან ხომერიკი, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სამართლის მაგისტრი. სანამ ჩვენ სტუმართან გადავალ კითხვით, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს შეგიძლიათ ლაივში დასვათ კითხვები. კითხვების დასმის წესი მდგომარეობს შემდგომში, რომ შეგიძლიათ ეს კითხვები მოათავსოთ კომენტარის ადგილას და შემდეგ უკვე ჩვენი სტუმარი მის კომპეტენციას, ასე ვთქვათ, განკუთვნილ ფარგლებში გიპასუხებთ აღნიშნულ კითხვებზე და ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ტრადიციულად ჩვენი ლაივი ითარგმნება ჟესტური ენის თარჯიმნის მიერ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მეკუნა ჯაფოშოს. ქეთი, მოდი პირდაპირ ქეთით მოგმართა ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. შენ ხარ ამ სფეროში ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წამყვანი ექსპერტი, ამ საკითხზე მუშაობ უკვე წლებია და პირველ რიგში აი ჩვენს მსმენელებს რო განვუმარტოთ და აუხსნათ პირველ რიგში, ასე ვთქვათ, გაეროს შიშიმ პირთა კომიტეტზე რა არის მისი სტრუქტურა, მუშაობის ფორმა, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. მარიკო, მოგესალმები, დიდი მადლობა წარდგენისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთი აქტუალურ საკითხზე მომეცა საშუალება, რომ დღეს ვისაუბროთ და რაღაც საინტერესო თუ არასაინტერესო მეტნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს ხაზი გაუსვათ. როგორც უკვე ახსენე, საქართველოს რატიფიცირება გაუკეთა და როდის წარადგინა ანგარიში, ამის შესახებ უკვე თქვი, თუმცა
დავბრუნდეთ ცოტა უკან, როდესაც კონვენცია მიიღეს, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ კონვენციის მიღებასთან არის დაკავშირებული კომიტეტის საერთოდ არსებობა. მოკლედ, როდესაც საერთაშორისო კონვენცია, ასე ვთქვათ, შიშეუპირთა უფლებების შესახებ დაიწერა, მისი ძალაში შესვლა განხორციელდა 2 წლის შემდეგ, 2008 წელს, როდესაც 20 ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება. და სწორედ აი ამ დროიდან, მისი ძალაში შესვლის დროიდან დაიწყო არსებობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე ამ კონვენციის მონიტორინგის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანოს საერთაშორისო დონეზე. კომიტეტის საქმიანობა ძირითადად, რა თქმა უნდა, კონვენციით არის განსაზღვრული, მისი კომპოზიცია და ძირითადი მიმართულება 34 მუხლში, ვისაც აინტერესებს, შეუძლია დეტალურად წაიკითხოს და ნახოს, დარწმუნებული ვარ, შენიშვნელების უმეტესობამ კარგად იცის, თუმცა იმ ხალხისთვის, ვისაც სიახლეა, ასე ვთქვათ, მივცეთ მიმართულება, თუ როგორ და რანაირად მუშაობს ზოგადად კომიტეტი. თავიდან განსაზღვრული იყო 12 წევრისგან შედგებოდა სხვათა შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ქვეყნების რაოდენობა არ იყო საკმარისი, მაგრამ მას შემდეგ, რაც 80-მდე მიაღწია რატიფიცირებული ქვეყნების რაოდენობა, კომიტეტის შემადგენლობა გაიზარდა და მან მიაღწია 18-ს და დღესდღეობით სწორედ აი ამ რაოდენობით მუშაობს შიშეუპირთა უფლებების კომიტეტი. ის იკრიბება წელიწადში 2-ჯერ, მარტის თვეში და სექტემბრის თვეში და განიხილავს, ასე ვთქვათ, მათ შორის სწორედ ქვეყნების მიერ წარდგენილ ანგარიშებს. გარდა ამისა, კომიტეტი აი ამ შეხვედრებზე, როდესაც სესიებზე იკრიბება საგაზაფხულო და საშემოდგომო, ის განიხილავს ასევე ინდივიდუალურ კომუნიკაციებსაც და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მისი რატიფიცირება ახლახანს გააკეთა და შესაბამისად 2021 წელს და შესაბამისად აი ამ დროიდან საქართველოსდანაც შეგვიძლია უკვე ინდივიდუალური კომუნიკაციები გავაგზავნოთ კომიტეტში. გარდა ამისა, კომიტეტს ასევე უფლება აქვს ქვეყნის მოთხოვნით მოკვლევა ჩაატაროს იმ ქვეყანაში, საიდანაც ამის მოთხოვნა დადგება. ამის მოთხოვნა შეიძლება დააყენოს ერთმა სამთავრობო ორგანიზაციამ ან ჯგუფმა, ეს შეიძლება იყოს ანონიმურად გაკეთებული განაცხადი, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, ასე ვთქვათ, სისტემატიური დარღვევა მიმდინარეობდეს, შეიძლება გამოხატვის თავისუფლება იყოს დარღვეული ამ ქვეყნებში და ეშინოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი ვინაობის წარმოჩენა, შესაბამისად კონვენცია ამის საშუალებასაც, უბრალოდ ფაკულტატური ოქმი ამის საშუალებასაც იძლევა, რომ ასე არ მოხდეს განცხადება ხმამაღლა თუ ვინ რომელმა ორგანიზაციებმა გააგზავნეს მოთხოვნა იმ შესახებ, რომ შიშეუპირთა უფლებების კომიტეტის წევრები ჩავიდნენ დაუშვათ ქვეყანაში და მოკვლევა გააკეთონ ამა თუ იმ სისტემურ და მძიმე დარღვევაზე. საკმაოდ საინტერესო მექანიზმია და ჯერჯერობით სულ 3 ქვეყნის მიმართ იქნა ასეთი მექანიზმი გამოყენებული. რეთი, უბრალოდ თანმიმდევრულად რომ ვთქვათ, ესპანეთი, ბრიტანეთი და უნგრეთი ინკლუზიურ განათლებაზე იყო ესპანეთში ეგ საკითხი, ბრიტანეთიდან შეფასების სისტემაზე, ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო საკითხი, შეფასების შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების საკითხზე გააგზავნა და უნგრეთში მე-12 მუხლთან და აი პოლიტიკურ არჩევნებთან დაკავშირებით და ძირითადად, ასე ვთქვათ, ქმედუნარიანობის საკითხებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, საქართველოს ეს მექანიზმიც გაგვაჩნია, როგორც ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც ოქმის რატიფიცირება გააკეთა. გარდა ამისა, კარგად ბევრმა შემასწავლებლმა კარგად იცის, რომ კომიტეტი ასევე კონვენციის მუხლების განმარტებას, რომელსაც ჩვენ ზოგად კომენტარს ვეძახით, ჯერჯერობით 7 ასეთი ზოგადი კომენტარი ასახებდა მისაწვდომობაზე, ქმედუნარიანობაზე, ზოგად განათლებაზე, ქალთა უფლებებზე, მე-19 მუხლზე დამოუკიდებელი ცხოვრება, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, აქ ხვალა განვაცხადებ, ყველაზე საინტერესო, ასე ვთქვათ, ზოგადი კომენტარია, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგად ეტყობა, რომ თვითონ შიშეუპირის ძირითადი დრაფტი გაკეთებულია შიშეუპირის მიერ დიდხანს
კითხულობდი თუ ვინ იყო ამის ავტორი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ეტყობა, რომ არა სამართლის სპეციალისტის, არამედ აი რაღაც შიგნიდან იცის საკითხი, ესმის შინაგანად გრძნობს აი ესეთი ადამიანის დაწერილია და ამიტომ ის ჩემს კომენტარი ჩემთვის ერთ-ერთი ასე ვთქვათ საყვარელი კომენტარია. შემდეგ იყო ჩართულობაზე და ახლა ბევრმა იცის, რომ მე-11 მუხლის სარისკო და ჰუმანიტარულ სიტუაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები, კომიტეტი აწყობს შეხვედრებს, დისკუსიებს ქვეყნებთან. ეს ალბათ კოვიდის მერე გახდა აქტუალური, არა? ალბათ, ვერ გეტყვირისმერდა და რატომ აირჩიეს ამ შესახებ დიდი ალბათობით კოვიდიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კოვიდის დროს საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა შშ-ում პირთა მიმართულებით. განსაკუთრებით, იმიტომ რომ არა მხოლოდ დაუშვათ ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებშიც, არამედ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შშ-ում პირთა მიმართ ძალიან დიდი იყო და განსაკუთრებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ასე ვთქვათ ზრუნვის სახლებში იმყოფებოდნენ, იმიტომ რომ კოვიდის დროს ძალიან ბევრმა მომვლელმა ასე ვთქვათ დატოვა ესეთი შენობები და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ყოველგვარი ყურადღების მიღმა და საკმაოდ მძიმე შედეგი იყო და მაშინ ძალიან ასე ვთქვათ ბადევნებდი თვალყურს ბრიტანეთისა და შვედეთის საინფორმაციო გამოშვებებს და ფაქტიურად ყველა საინფორმაციო გამოშვება იწყებოდა შშ-ում პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაშუქებით იმდენად ასე ვთქვათ თვალშისაცემი და ნათელი იყო და მიუბრუნდეთ მე-11 მუხლს როგორ მუშაობს კომიტეტი ზოგად კომენტარებზე საინტერესოა რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ძალიან აქტიურად ჩართული ზოგადი კომენტარების შემუშავებაში გახსნილი აქვს ხოლმე კომიტეტს თავისი სეკრეტარიატის მეილი ასე ვთქვათ და ნებისმიერ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციას შეუძლია გააგზავნოს ან დამოუკიდებელ აქტივისტს არ აქვს მნიშვნელობა შეუძლია თავისი მოსაზრება გააგზავნოს და აუცილებლად კომიტეტი ყველა ამ მეილზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს განიხილავს და მის მიერ გაკეთებულ ამ ზოგად კომენტარებს ეტყობათ ჩართულობა, იმიტომ რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, ყველა მოსაზრება, თითქმის ყველა, იმიტომ რომ თუ კი განაცხადებს რომელიმე პირი ან ორგანიზაცია რომ არ სურს იყოს მისი მოსაზრება ონლაინ ამის შესახებ უფლება აქვს და შეიძლება არ დაიდოს, თუმცა ვაკვირდები სულ ამ ზოგად კომენტარებს და მათ ისტორიას და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ორგანიზაციის კონტრიბუცია არის ხელმისაწვდომი და ძალიან საინტერესოა, როდესაც ადარებ დაუშვათ, აი რამდენად ითვალისწინებს კომიტეტი აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის დიდი კოალიციების, როგორიც არის International Disability Alliance European Disability Forum და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ორგანიზაცია რომ კონტრიბუციის შემტანი ამ კეთი, ალბათ ეს კონტრიბუციის შეტანის უფლება იმ სახელმწიფოს წარმომადგენელ ორგანიზაციებს აქვს, რომლებიც ხელმომწერნები არიან, ხო, ამ შეუძლია ყველას. კი, ყველას აქვს, მათ შორის სახელმწიფოსაც აქვს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მაგალითად მე-11 მუხლთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, კოალიციისთვის პირველი იყო, როდესაც ზოგად კომენტართან დაკავშირებით თავის მოსაზრება წარადგინა, ჰქონდა მაგის საშუალება, წარვადგინებდა, რა კი ჩვენი დელეგაცია ასე ვთქვათ, იყო ადგილზევე გავაკეთეთ ასე ხსენება ჩვენი მოსაზრებით რა არ უნდა გამორჩეს კომიტეტს და რა უნდა ეწეროს მე-11 მუხლის ზოგად კომენტარში რა რეკომენდაცია უნდა მისცეს აი ამ ზოგად კომენტარში კომიტეტმა სახელმწიფოებს რომ გაითვალისწინონ მაგალითად ძალიან დეტალური გაიდლაინების არსებობა არა მხოლოდ უშუალოდ კატასტროფის მომენტში მაგალითად არამედ ხანგრძლივი დროის მანძილზე კი კატასტროფა მოხდა შშ-ს გარკვეული სერვისები მივაწოდეთ, მაგრამ რა ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როგორც წესი ქვეყნებში ესეთი გაიდლაინები გაწერილი დიდ პერიოდზე არ არის ხოლმე და აი რაღაცა მსგავსი ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ 18 ადამიანმა შეიძლება ყველა ქვეყანას ვერ მოიცავდეს ეს 18 ადამიანი და შესაბამისად აი ამ სოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ყველა კულტურიდან, ყველა სამართლებრივი, სხვადასხვა სამართლებრივი სტილი აქვს, ხო? ქვეყნებს სხვადასხვა სამართლებრივ მეთოდებს იყენებენ და ყველა ამ განსხვავებული აზრის, მოსაზრების, კულტურის მქონე ქვეყნებიდან წასული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა კი ქვეყნებს და გეოგრაფიას შევეხებ
დავამატებდი კომიტეტთან დაკავშირებით იმასაც, რომ კომიტეტის შემადგენლობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ გეოგრაფიულ არეალსაც. ანუ არ შეიძლება რომ დავუშვათ კომიტეტის 18-ვე წევრი იყოს მაგალითად აზიიდან, იყოს აფრიკის ქვეყნებიდან, არა, თანაბრად უნდა იყოს განაწილებული როგორც ამერიკიდან, აფრიკიდან, ევროპიდან, აზიიდან, ამ წუთას კომპოზიციაში ძირითადად შეშემოპირები არიან, 2-3 არის არაშეშემოპირი, მოიცავს აფრიკის ქვეყნებიდან საკმაოდ წარმომადგენლობითია კომიტეტი, არის მექსიკიდან არის ერთი კომიტეტის წევრი, ევროპიდან ერთია, ავსტრალიიდან არის, მაგრამ აი აზიიდან და აფრიკიდან ისე მოხდა ეს კონკრეტული შემადგენლობა, თუმცა იცვლება ყოველთვის. შეიძლება მეტი მოხდეს, მეტი სამხრეთ ამერიკიდან იყოს, იცვლება კომპოზიცია, მაგრამ ბალანსი როგორც წესი დაცულია, ასევე დაცულია გენდერული ბალანსიც და როგორც ახლანდელი სხვათა შორის 6-ში აირჩა ახალი კომიტეტის თავმჯდომარე, აფრიკის ქვეყნიდან არის, წინა თავმჯდომარეც ასევე ქალბატონი იყო, ავსტრალიიდან და წინა ქალბატონი ასე ვთქვათ, სამართლის სპეციალისტებისთვის ცნობილი სამართლის პროფესორია როზმარი კაიესი, რომელიც ასე ვთქვათ სახელმძღვანელოებით უნივერსიტეტებში გავდივართ ხოლმე და ვსწავლობ იგივე ინგლისურ განათლებაზე, ასე ვთქვათ, ბევრი სტატია მისი შესულია კურიკულუმში, მათ შორის საქართველოში უნივერსიტეტში, სადაც დაუშვათ შეზღუდული შესაძლებლობის სწავლების საშუალება გვაქვს. და კიდევ იმას დავამატებდი, რომ ამ რაც ჩამოვთვალე იმის ზემოთ კიდევ კომიტეტს საშუალება აქვს თემატური ანგარიშები გამოსცეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ასე ვთქვათ მჭიდროდ მუშაობს ასევე გაეროს სპეციალურ მოხსენებელთან შეშემოპირთა საკითხებზე, რა თქმა უნდა ის არ არის დაკავშირებული კომიტეტთან, ცალკეა სპეციალური მოხსენებელი, თუმცა მათი ასე ვთქვათ მჭიდრო კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა სქემა და ერთიანი ხედვა არსებობდეს ამ კონვენციის სხვადასხვა მუხთან დაკავშირებით. ძირითადად კომიტეტთან დაკავშირებით ამის ხომ მინდოდა, მაგრამ თუ კიდევ სხვა კითხვა იყო, აღარ მახსოვს, მე მგონი კომიტეტთან დაკავშირებით. კი, კომიტეტის სტრუქტურასა და ფუნქციაზე იყო კითხვა. მადლობა კეთი ასეთი ამომწურავი ასე პასუხისათვის, გაგვანათლე, მართლა დეტალურად იყო ყველაფერი გადმოცემული და ანგარიშს რო დაუბრუნდეთ, როგორც შესავალში აღვნიშნე, წელს იყო ჩვენი ასე ვთქვათ ანგარიშის წარდგენა და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელიც შეშემოპირთა უფლებების საკითხებზე მუშაობენ. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც წარადგინა ალტერნატიული ანგარიში, არის კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და მაინტერესებს კეთი ჩვენს მენელებს რო უთხრა, აი რა თქვენ ანგარიშზე რომელ საკითხებზე იყო ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილებული და იყო თუ არა ისეთი საკითხი, რომელიც აი ყველაზე მეტად მოითხოვდა ყურადღების, ასე ვთქვათ, მიპყრობას. მადლობა მარიკო, მოდი სანამ ჩვენს ანგარიშზე ვისაუბრებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანმა იცის საერთოდ რა პროცედურაა მთლიანად, რა წრეა ეს ანგარიშის განხილვა, იმათვის ვინც დაუშვათ ახალია ადვოკატირებაში, ადამიანის უფლებებში, მე მგონი დროს გვაქვს იმისთვის, რომ რა პროცედურაა, როგორც უკვე ვახსენეთ, კომიტეტი გამოსცემს ქვეყნების მიმართ შემაჯამებელ დასკვნებს და შენც არაერთხელ ახსენე, რომ წარადგინა საქართველოს ანგარიში, ხო? ნუ რა ანგარიშია და რატო წარადგინა საქართველოს და ან სხვა ქვეყნები რას წარადგენენ. როდესაც კონვენციას რატიფიცირებას უკეთებს სახელმწიფო ვალდებულია, ეს წერია თვითონ, ასე ვთქვათ, კონვენციის არსი არის ერთ-ერთი, როგორ გააკეთებს, ხო, სხვანაირად კომიტეტი მონიტორინგს თუ არ წარადგინეთ ანგარიში, ხო? და შესაბამისად ეს მექანიზმი კონვენციაში ჩადებულია, რომ კონვენციის რატიფიცირება
ცირებიდან 2 წელში პირველი ანგარიში მიდის სახელმწიფოდან, სადაც სახელმწიფოს ან ხელისუფლება მოდი ასე ვთქვათ, ნებისმიერი ქვეყნის, ვინც რატიფიცირება გააკეთა კონვენციის, ვალდებულია ყველა მუხთან დაკავშირებით ძალიან დეტალურად ახსნას რატიფიცირების შემდეგ რა პროგრესი აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. პირველი ანგარიშის შემდეგ უკვე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იგზავნება ეს ანგარიში და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ამატებს ინფორმაციას და უშუალოდ ან წინა პერიოდში რა შეასრულა, ან ახალი რა დაამატა და სავალდებულოა რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო გასცეს სრულყოფილი, ამომწურავი და სასურველია გულწრფელი პასუხიც. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება სახელმწიფოს არ მოუნდეს რაღაც საკითხებზე პასუხის გაცემა, თავი აარიდოს, ან ლამაზად წარმოაჩინოს, ამიტომ ხართ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ საკითხზე, მოდი მე ჩვენს კონვენციაზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ მარტო შშმ-თა უფლებების კონვენციაზე არ ხდება ეს, იგივე მექანიზმია ქალთა უფლებების კონვენციაზე, ბავშვთა უფლებების კონვენციაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფომ საქართველოს მაგალითზე განვიხილოთ 2016 წელს გააგზავნა ეს ანგარიში, უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდა საჯაროა ეს დოკუმენტი, ნახეთ სახელმწიფომ რა გააგზავნა და ამის შემდეგ უკვე ჩვენ უფლება გვქონდა ჩვენი ალტერნატიული ანგარიში გაგვეკეთებინა და ასე ვთქვათ, სახელმძღვანელოდ გვედო სახელმწიფოს ანგარიში, სახელმძღვანელოდ გვედო კონვენცია, რომ ჩვენ როგორ ვკითხულობდით კონვენციას და აი ამ თითოეულ მუხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააგზავნეს თავიანთი მოსაზრება. არ არის სავალდებულო, რომ ერთმა ორგანიზაციამ ან ორმა გააგზავნეს ანგარიში, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია თავისი მოსაზრება ნებისმიერ მუხთან დაკავშირებით გააგზავნოს. ეს შეიძლება იყოს ერთ მუხთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს კოალიციური ანგარიში, შეიძლება იყოს რამოდენიმე ორგანიზაციის გაერთიანებული ანგარიში, შეიძლება იყოს მთლიანად კონვენციის ანგარიში, შეიძლება იყოს 5-6 მუხლის ანგარიში, შეიძლება ვიღაცა მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე ანგარიში, ვიღაცამ შეიძლება სამართლებრივ საკითხებთან გააკეთოს ანგარიში. ანუ საკმაოდ ასე ფართო საშუალება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი მოსაზრებების წარდგენის. სხვადასხვა აქტივობა არის ხოლმე, ამასაც ვაკვირდები ძალიან ხშირად, ვერ გეტყვი რომ ყველა ქვეყნიდან ისეთივე აქტიურები იყვნენ როგორც საქართველოდან, ვიცით ჩვენ რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ძლიერი გვყავს და საკმაოდ ბევრი ანგარიში წავიდა საქართველოდან. და ერთ-ერთი იყოს, ჩვენი ანგარიში, მასზე ცალკე ვილაპარაკებთ, ჯერ სტრუქტურაზე რო ვისაუბროთ. ეს ანგარიშები რო წავიდა 2017 წელს, იმიტომ რომ 16-ში სახელმწიფომ გააგზავნა, მე ერთი წელი და არასამთავრობოებმა ვიმუშავეთ, 2017 წელს გავაგზავნეთ. შემდეგი ეტაპი, ამის შემდეგ კომიტეტი იკრიბება საგაზაფხულო საშემოდგომო სესიაზე და აი ამ სახელმწიფო ანგარიშის და ალტერნატიული ანგარიშების შეჯამებით ქვეყნის მიმართ გამოსცემს საკითხთა ჩამონათვალს, list of issues, რასაც ვიტყვი. და უკვე ამ საკითხთან ჩამონათვალში კომიტეტი ცდილობს ამოიღოს მეტი ინფორმაცია, ანუ შეუძლებელია ლიმიტი აქვს ამ ანგარიშებს, განსაკუთრებით ალტერნატიულ ანგარიშებს და ყველაფერს ვერ ასწრებ, ხო? და არის რაღაც საკითხები ძალიან რთულია გაიგო ამა თუ იმ ქვეყანაში ესა თუ ის საკითხი როგორ მუშაობს. სამართლებრივ შეიძლება მარტივად გაიგო, მაგრამ იგივე სოციალური საკითხი როგორ არის აწყობილი, პენსიების საკითხი როგორ არის, შეფასების სისტემა როგორ არის, ძალიან რთულია ხა შენ 2-3 ანგარიში გაიგო ქვეყანაში როგორი შეფასების სისტემაა, ხო? მასთან დაკავშირებით სახელმწიფო უпростоრად კომიტეტი დამატებით სვამს კითხვებს ამ საკითხთან ჩამონათვალში და აქედან უკვე ცდილობს დამატებით მიიღოს ინფორმაცია. ასევე სანამ გამოსცემს ამ საკითხთან ჩამონათვალს, კომიტეტი ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დააზუსტოს რაღაც საკითხები, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის საკითხთა ჩამონათვლის განხილვა დაემთხვა კოვიდის პერიოდს, ეს იყო 2020 წლის მარტი-აპრილი, როდესაც მათ შორის კოალიცია უნდა წასულიყო, დაგეგმილი ჰქონდა წასვლა, რომ გვეთქვა რა ხარვეზები იყო სახელმწიფოს ანგარიში და რა კითხვები დაესვა დამატებით, რაც არ იკითხებოდა სახელმწიფოს ანგარიში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჩავედით, თუმცა ონლაინ ჩავერთეთ და ონლაინ მაინც მოვახდინეთ კომუნიკაცია კომიტეტთან და რაღაც საკითხებზე ვთხოვეთ გაემახვილებინათ ყურადღებას, სად მაგალითად ვერ ვკითხულობდით სახელმწიფო რას გულისხმობდა, სად სტატისტიკა აკლდა, სად გავრცობა საჭიროებდა და ამ შეხვედრის შემდეგ
ალბათ სხვა ორგანიზაციებსაც შეხვდნენ, მე სხვებისთან შეხვედრის ინფორმაცია რა თქმა უნდა არ მაქვს, ასევე არ ვიცი სახელმწიფოს შეხვდა თუ არა, გამომდინარე იქიდან რომ ონლაინ ხდებოდა ეს ყველაფერი. თუმცა ვიცი რომ ჩვენ შეხვდით, ვესაუბრეთ რაღაც საკითხებზე ამ კომიტეტის წევრებს და შემდეგ უკვე გამოიცა მალევე სხვათა შორის საკითხთა ჩამონათვალი, ეს იყო 2020 წელი და აქედან უკვე დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ხელახლა პასუხი, როდესაც გააგზავნა სახელმწიფომ ამ საკითხთა ჩამონათვალზე და კომიტეტმა ეს საკითხი გააგზავნა სახელმწიფომ და სახელმწიფოს პასუხთან დაკავშირებით უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებს ისევ ჰქონდათ შესაძლებლობა განახლება გაეკეთებინათ ანგარიშისთვის და ამ საკითხთან პასუხთან დაკავშირებით გაეგზავნებინათ ალტერნატიული პასუხი პასუხთა ჩამონათვალზე და ასევე კომიტეტისთვის შეეთავაზებინათ რეკომენდაციები. რომ აი ვფიქრობთ რომ მე დაუშვათ მე-10 მუხზე ესეთი რეკომენდაცია ვფიქრობთ რომ საჭიროა გასცეს სახელმწიფოს მიმართ მე-12-ზე ასეთ რეკომენდაციას ვფიქრობთ და ასე შემდეგ. და ნუ ამის შემდეგ უკვე ინიშნება აი ეს პროცესი ყველა რო გავიარეთ ანგარიშის წარდგენა, ალტერნატიული ანგარიში, საკითხთა ჩამონათვლის დოკუმენტი, ამ საკითხთა ჩამონათვალზე პასუხი, ალტერნატიული პასუხი და მერე უკვე დგება თვითონ ანგარიშის განხილვის დროც. და ეს დრო ჩვენ დაგვიდგა 2023 წლის მარტში 6-დან 28 სესიაზე და აი ამ სესიაზე უკვე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სახალხო დამცველის აპარატიდან, ისე სახელმწიფოდან ჩადიან ჟენევაში დელეგაციები, მომხსენებლები და თავიანთ დამატებით, თავიანთ მოსაზრებებს წარადგენენ კომიტეტის წინაშე. ერთი შეხვედრა, დახურული შეხვედრა იმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც გვეძლება საშუალება, რომ წარვადგინოთ სამწუთიანი მოხსენებები, ძირითად საკითხთან დაკავშირებით. დეც გვინდა რომ კომიტეტს კიდევ ერთხელ უთხრათ რომ აი ეგ საკითხები ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. შემდეგ უკვე ჩამოდის სახელმწიფო დელეგაცია, სადაც ასევე აქვს უფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესწრონ, მაგრამ ჩართვის უფლება არ აქვთ. მხოლოდ ჩვენზე რო გითხრათ, დავესწარით, მოვისმინეთ და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მოგვეჩვენა, რომ დაუშვათ არ იყო კითხვები დასმული, ან შეიძლება დამატებითი კითხვის დასმული. ან გადავწყვეტეთ, რომ სახელმწიფომ ამომწურავი პასუხი არ მისცა, იქვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომიტეტის წევრებს ვთხოვოთ, რომ იცით რა, აბა ამ საკითხზე კითხეთ სახელმწიფოს, რატო არ გასცა ამაზე პასუხი. და ნუ კომიტეტის საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეუძლია არ დასვას კითხვა, შეუძლია დასვას, მაგრამ ჩვენ და სასარგებლოდ, თუ სასიხარულოდ კომიტეტის წევრებმა, ასე თქვა, ჩვენი ესეთი დამატებითი კითხვებიც გაითვალისწინა, ან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააჟღერა ეს საკითხები. ახლა უკვე ველოდებით თვითონ ალტერნატიული ანგარიშის გამოცემას, რომელიც 24 მარტს თავდება თვითონ 28 სესია და დამთავრებიდან ვფიქრობ, რომ ერთი კვირის მანძილზე, ანუ 24-დან სადღაც 7 აპრილის ფარგლებში უნდა ველოდოთ უკვე ჩვენ ამ შემაჯამებელ დასკვნას საქართველოს მიმართ. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს და მათ შორის ჩვენს ანგარიშს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ანგარიშზე საკმაოდ დიდხანს მუშაობდით, ყველა ანუ ფაქტობრივად 2017 წლიდან დაწყებული რეგულარულად ვახდენდით განახლებას ამ ანგარიშის და რეგულარულად ფაქტობრივად 3ჯერ წარვადგინეთ ჩვენ ეს ანგარიში განახლებული ვერსიებით კომიტეტის წინაშე, იმიტომ რომ რაღაცები კეთდებოდა, იცვლებოდა და არ შეიძლება რომ წვრილი ინფორმაცია ჩატოვო, ხო? სულ პირველ ანგარიში რო გვეწერა, რომ აი გონივრულ მისადაგებაზე არაფერი წერია და აღიარებული არ არის დისკრიმინაციას, ხა იგივეზე ყურადღება მოგვიყვებინა კომიტეტს გვაინტერესებდა, იმიტომ რომ ეს უკვე გაკეთებულია, ახლა ცოტა სხვანაირი ფორმულირება იყო მისაცემი. შესაბამისად, ჩვენს ანგარიშზე, ანუ ეს არ არის კოალიციის ანგარიში, კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზი გაუსვა, უბრალოდ ჩვენ ამის ფასილიტაცია გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, არ შეიძლება ყველა რაღაცა პროცესს ხო ფასილიტაციას უკეთებს ერთი უწყებან ერთი ადამიანი და კოალიციამ, ასე ვთქვათ, ფასილიტაცია გააკეთა და დაახლოებით 22 ორგანიზაცია შეკრიბა, რომელმაც სურვილი გამოთქვა მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში. ზოგმა ვარი თქვა, ზოგმა ვერ შეძლო, ნუ ყოველ შემთხვევაში ვინც სურვილი გამოთქვა, ყველა, ასე ვთქვათ, ყველა მიიღო მონაწილეობა წერის პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ პროფესიონალები წერდნენ
და აჟღერებდნენ იმ საკითხებს, რაც მათ წინაშე დგას. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ორგანიზაცია სხვადასხვა გამოცდილების მქონე მუშაობდა ამ ალტერნატიულ ანგარიშზე, ჩვენ გავაგზავნეთ სრულად ყველა მუხთან დაკავშირებით ანგარიში. მე ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმეზე გამოვყავით განსაკუთრებული აქცენტი, რომელიმე მუხზე. მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით ან გამოთხოვის შედეგად მიღებული ინფორმაციით მაქსიმალურად აგვესახა თუ რა ხდება ამა თუ იმ მუხთან დაკავშირებით, რომ კომიტეტს ქონოდა სრული შთაბეჭდილება. თუმცა რაც გავაკეთეთ ჩვენს ანგარიშში იყო, რომ თავში გამოგვეტანა რამე ძირითადი მსხვილი საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე დაუშვათ შეუძლებელია, რომ კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოში. ჩვენი აზრით ეს სამი საკითხი, ანუ რაც რო გაშლით ჩვენს ანგარიშს პირველი ძირითადი სამი საკითხი, ეს არის რა თქმა უნდა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ახალი მოდელის დანერგვა, სოციალურ მოდელზე გადასვლა, რის გარეშეც ვთვლით, რომ ყველა ვთვლით, არა მარტო ჩვენ, არამედ საქართველოში ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ძალიან კარგად იცის, რომ სანამ სამედიცინო მოდელით ვაფასებთ შეზღუდულ შესაძლებლობას, მანამ შეუძლებელია რომელიმე სერვისი იყოს ადამიანის უფლებებზე მორგებული და ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და შეუძლებელია რაიმეს განვითარებაზე ვიფიქროთ მათ შორის, თუნდაც იგივე ქმედუნარიანობის რეფორმის საბოლოოდ სრულყოფილად, ასე ვთქვათ, გაგრძელებაში და შემდეგი ეტაპებზე გადასასვლელად. შესაბამისად, ერთ-ერთ მსხვილ საკითხად ამას ნახავთ ანგარიში, მეორე საკითხი, რაც ასევე მსხვილია და მნიშვნელოვანია და რის გარეშე შეუძლებელია კონვენციის იმპლემენტაცია უკვე ადგილობრივ დონეზე, ეს არის საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა პრემიერ-მინისტრის დონეზე, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი სამინისტროა, ძალიან სხვადასხვა მიმართულებებია და თუ ვიღაც არ იქნა, ვინც კოორდინირებას აკეთებს სამინისტროებს შორის, შეუძლებელია ასეთი მექანიზმის გარეშე სრული კოორდინირება მინისტრებს შორის და კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაცია. შესაბამისად, აი ამ საკითხის დალაგება და აი ამ იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმისთვის დამატებითი რესურსების, მათ შორის ადამიანური რესურსების გამოყოფა თვლით, რომ მნიშვნელოვანია და შესაბამისად ეს საკითხით ასე ცალკე გამოვიტანეთ და ცალკე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სერვისები. კარგად იცით, საქართველოში რეაბილიტაცია 18 წლის ზემოთ და სერვისები შშმ პირებისათვის საკმაოდ პრობლემური და მწვავე საკითხია და განსაკუთრებით პრობლემურია ეს რეგიონებთან მიმართებაში. შეიძლება დიდ ქალაქებში არსებობდეს, მაგრამ რეგიონებში, მთიან ადგილებში, სოფლებში ფაქტიურად ხალხი ვერ იღებს მათთვის საჭირო მომსახურეობებს, გამომდინარე იქიდან, რომ არც მომსახურეობა არის, არც საწვდომი ტრანსპორტია, არც მატერიალური საშუალებაა და შესაბამისად, აი ეს სამი საკითხი უბრალოდ ცალკე გამოვყავით, რომ თუ ეს სამი მსხვილი საკითხი ასე ვთქვათ, რამენაირად მოგვარებული იქნება, შემდეგ უკვე შესაძლებელია დანარჩენ საკითხებზეც საუბარი და ის რომ რომელიმე კონკრეტულ მუხზე რაიმე განსაკუთრებულად მეტი აქცენტი გავაკეთეთ ანგარიში ან ნაკლები აქცენტირებულობა იყო, ანუ ჩვენგან ასეთი შეიძლება წაკითხვის დროს წაკითხვის დროს შეიძლება გაჩნდეს თაბეჭდილება რომ რომელიღაც მუხზე მეტ აქცენტს ვაკეთებდით, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდით მაქსიმალური ინფორმაცია ყველა მუხთან დაკავშირებით მოგვეპოვებინა. კი ბატონო, მადლობა. ქეთი მოდი ქეთი ახლა ჩვენი მსმენელის კითხვას დავსვამ და ერთ-ერთ შემსვენელს მაინტერესებს იმ კანონის, რომელიც სახელმწიფო მიიღო, იმის შესახებ კომიტეტს რა არჩევები ან კრიტიკა ჰქონდა მთავრობის მიმართო. აი ამ კრიტიკას და რჩევებს გიორგი ნახავთ უკვე ზოგად შემაჯამებელ დასკვნაში, რასაც ასე ძალიან ველოდებით. კომიტეტმა რაც ასე ვთქვათ აღნიშნა, თვითონ ამ კანონის არსებობა პოზიტიურ ნაბიჯად არის მიჩნეული და ალბათ როგორი კანონიც არ უნდა იყოს ის რომ კანონი არსებობს, მეც ვთვლი მათ შორის რომ ამ კანონის არსებობა კარგია, იმიტომ რომ რაღაც ბერკეტი არის, გასაუმჯობესებელია, აკლია, ანუ მეც მაკლია მათ შორის ამ კანონში რაღაც დაცვების გარანტიები, იგივე სოციალური ეკონომიკური უფლებების მიმართულებით, თუმცა
ამის შეცვლა ყოველთვის შეიძლება. კომიტეტისთვის საინტერესო იყო ზოგადად, ანუ ყველა ქვეყანას შეიძლება არ ქონდეს ეს ზოგადად ცალკე კანონი შიშიმ პირთა უფლებების შესახებ. შესაბამისად, კომიტეტისთვის ასეთი კანონის არსებობა პოზიტიურად ფასდება, თუმცა ჩვენ შევეცადეთ ხაზი გაგვესვა იმაზე, რომ ერთია კანონის არსებობა და მეორეა როგორ სრულდება ეს კანონი. ეს მნიშვნელოვანი და შესაბამისად მნიშვნელოვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და რა თქმა უნდა შიშიმ პირებისთვის, რომ აისახოს იმპლემენტაციაზე, აი მეტი რესურსი ჩაიდოს თვითონ ამ კანონის იმპლემენტაციაზე და ასე რომ ამ ყველაფერს ჩვენ ალბათ ვნახავთ შემაჯამებელ დასვანში და იმედია რომ ვნახავთ. კი ბატონო. ქეთი, ისევ რომ დაუბრუნდეთ პირველ ანგარის და ბოლო ანგარის. გაუმჯობესდა თუ არა სიტუაცია, გაუმჯობესდა თუ არა ჩემი და სხვა შიშიმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. ვიცი, რასაც მიპასუხე, უბრალოდ შენ როგორც პროფესიონალი, ასე თქვა, სამართალმცოდნე, ამ სფეროს ექსპერტი, შენი გადმოსახედიდან რა სიტუაცია გვაქვს? მარიკო, მართალი ხარ, ჩვენ რომ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაშინაც ხარი და გავიმეორებ, რომ ყოველთვის, ანუ მორალურად, ასე ვთქვათ, ჩემთვის არ არის გამართლებული მე ვისაუბრო რა და როგორ შეიცვალა. თქვენ უნდა იგრძნოთ თითოეულმა ადამიანმა, შეიცვალა თუ არ შეიცვალა რამე. რაც შეეხება სამართლებრივ კუთხეს, მოდი ასე ვიტყოდი. ის რომ კანონები მოდი ასე ვთქვათ, კი კანონები იცვლება, კი სამოქმედო გეგმები დგება, კი სტრატეგიები იწერება, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს. და იცვლება თუ არა რამე მხოლოდ კანონის მიღებით, სტრატეგიის მიღებით, გეგმის მიღებით, თუ მას არ ექნა სათანადო შესრულება, ხო? მაგრამ შეიცვალა და არ შეიცვალა. ანუ კი იცვლება იმიტომ, რომ თუ არ გაქვს ბერკეტი, ვერაფერს ვერ ითხოვ, ბერკეტის შემდეგ უკვე იწყებ მოთხოვნას და შემდეგ უკვე რეალურად შეიცვალა თუ არა მის შესრულებაზეა საუბარი. სუფთა ტექნიკური სამართლებრივი კუთხიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ასე ტექნიკურად რაღაცეები იცვლება, კი. და არ შეიძლება რომ არ იცვლებოდეს, იმიტომ რომ დრო მიდის და რომ არაფერი იცვლებოდეს, ფაქტიურად აი არც ვერც კი წარმომიდგენია საერთოდ რა მიზანი ექნებოდა მაშინ ნებისმიერ ჩვენგანის მუშაობას, ან საერთოდ ამ ანგარიშებზე მუშაობას, ან კონვენციის რატიფიცირებას და ასე შემდეგ. ძალიან ნელა პრობლემა არის, რომ ძალიან ნელა და ძალიან დიდი შრომის შედეგად იცვლება ეს ყველაფერი. მე პირადად ვისურვებდი, რომ ძალიან მარტივად და ასე ვთქვათ, უფრო სწრაფი ნაბიჯებით ხდებოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა და ანუ ისედაც ჩამორჩენილი ვართ, ხო? შევხედოთ სიმართლეს, რეალურად ვართ ჩამორჩენილი შესრულებას. 2014 წლიდან მოყოლებული უკვე 2023 წელია და მე პირადად ვთვლი, რომ ბევრი რაღაცის დაწყება უფრო ადრე შეიძლებოდა. იგივე ტექნიკურად სამართლებრივი. ასე რომ ის რომ უკმაყოფილება არსებობს ორივე მხრიდან, შიშიმ პირები თქვიან, რომ რატო არ კეთდება, აქედან მთავრობათვის რომ კაცო ჩვენ ვაკეთებთ და რატო ხართ უკმაყოფილო? იმიტომ რომ არ არის საკმარისი, დიდი დრო დაიკარგა და ადჯერ მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს და ადჯერ მეტი მუშაობა საჭირო, რომ დავეციოთ ამ შესრულებას. ცხოვრება იცვლება, ფილოსოფია იცვლება თვითონ. სულ ბოლო რაც იყო კოლეგას ვესაუბრებოდი ამას წინათ, სულ ბოლო სპეციალურმა რაპორტიორმა შიშიმ პირთა საკითხებზე რა დოკუმენტიც გამოსცა, ეს იყო სერვისების პარადიგმის შეცვლა საერთოდ და მისი ფილოსოფიური ხედვა. ეს ხედვები როგორი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობისადმი მიდგომები, როგორი უნდა იყოს სერვისებისადმი მიდგომები, როგორ ხდება ინტერპრეტაცია ამა თუ იმ მუხლის, იგივე დეინსტიტუციონალიზაციის გაიდლაინი, როდესაც მიიღო ხო კომიტეტმა იგივე, რევოლუციური იყო, მე თუ ვკითხავ, არის 2021 თუ 22-ში იქნა მიღებული სულ ახალი დოკუმენტია. ვფიქრობ, რომ რევოლუციურია, იმიტომ რომ არასდროს კომიტეტს 2008 წლიდან მოყოლებული 2022 წლის ჩათვლით, არასდროს კომიტეტს ასე ექსპლიციტურად არ უთქვამს, რომ ინსტიტუციონალიზაცია ეს არის დისკრიმინაცია. კი ჩვენ იურისტები ვცდილობდით მე-5 და მე-19 მუხლის დაკავშირებით გვეთქვა, რომ იკვეთება ეს არის დისკრიმინაციული, მაგრამ კომიტეტი ამას ყოველთვის თავს თარიდებდა. ანუ ესეც კი იცვლება პერიოდულად. შესაბამისად, მუდმივად ბევრია საკეთებელი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ კი რაღაცა შეიცვალა.
კი ბატონო, გეთანხმები. და კეთი ბოლო კითხვა, რა მოლოდინები გვაქვს? ანუ ველოდებით საბოლოო დასკვნას და შემდეგ რა ხდება? ანუ კითხვა არის, რომ რა მექანიზმი პირველ რიგში კითხვა მაქვს ის, რომ ჩვენ რა მოლოდინები გვაქვს? კომიტეტი რა რეკომენდაციას მოგცემს და შემდეგ უკვე რა მექანიზმები არსებობს ამისათვის? კი ბატონო, მოდი ჯერ ზოგადად ვისაუბრებთ ზოგადი შემაჯამებელი დასკვნა ქვეყნის მიმართ გაცემული და სტატუსით სარგებლობს. აუცილებელია პირველ რიგში ვიცოდეთ, რომ ეს არ არის სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი. ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ეს განსხვავება სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საერთაშორისო მსგავს ორგანოების მიერ მიღებულ დოკუმენტებს შორის. თუმცა ჩვენთვის და ყველა სხვა ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტების არსებობა და რაღაც, ასე ვთქვათ, ჩვენთვის მორალური კომპასივით არის ეს, ხო? კომპასი საით მივდივართ და რა უნდა გავაკეთოთ. ამასთან დავამატებდი, რომ ყოველ თავმოყარე სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ვალდებულებაც არის მიყვეს ამ კომპასს. არ არის სავალდებულო, მაგრამ ხო, აი კარგი გამახსენე, რა კი ახსენე ყველა სხვა სახელმწიფო, მოდი მაშინ გეტყვი სხვა სახელმწიფოების აი როგორ და რანაირად. ზოგიერთმა სახელმწიფომ მოასწრო უკვე პირველი, მეორე და მესამე ანგარიშის წარდგენაც, განხილვაც და ორ-ორი ანგარიში დებს, როგორიც არის დაუშვათ ავსტრალიის მიმართ, ელ-სალვადორის მიმართ, მექსიკის მიმართ, ორ-ორი ანგარიშებია აი ამ ქვეყნების და კიდე სხვა ქვეყნების მიმართ უკვე გაცემული. ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთა ასე ვთქვათ, ვრცელი კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ სრულდებოდა კონვენციის კომიტეტის მიერ გამოცემული შემაჯამებელი დასკვნები. გამომდინარე რომ სავალდებულო არ არის, პოლიტიკურ ნებასთან მივდივარ და უშუალოდ სახელმწიფო შეასრულებს ამას თუ არ შეასრულებს. თუმცა ვიტყოდი, რომ მაგალითად მექსიკამ და ელ-სალვადორმა დათქმები გაიწვიეს, დათქმები ჰქონდა ორივე ქვეყანას გაკეთებული კონვენციას, როდესაც კონვენციის რატიფიცირება კეთდება, სამართლებრივი საკითხია და განმარტავ რომ გაუგებარი არის, ქვეყანას უნდა დათქმა გააკეთოს, რომ დაუშვათ მე კონვენციის ამადა მუხს აღვიქვამ ასე, ან ეს მუხლი არ უნდა ინტერპრეტირდეს ჩემს ქვეყანაში როგორც ასე და ასე. ესეთი დათქმა ჰქონდა ელ-სალვადორის გაკეთებული, რომელმაც დაწერა, რომ მეო კონვენციასო, ანუ კონსტიტუციის ქვემოთ იქნება ჩემთან, ჩვენთვის საერთაშორისო ხელშეკრულებას უფრო მაღალი დონე აქვს ვიდრე კანონს კონსტიტუციის ქვემოთ და ელ-სალვადორმა ამისი დათქმა გააკეთა, რომ ჩემთან ამ კანონებზე მეტად დაუშვათ ძალა, ანუ კანონებს მეტი ძალა აქვს კონსტიტუციას კანონებს ვიდრე საერთაშორისო კონკრეტულად აი ამ კონვენციასო. კომიტეტმა პირველად როცა განიხილა ამ ქვეყნის ანგარიში, მან მისცა რეკომენდაცია, რომ ეს დათქმა გაიწვიეთო. იგივე გააკეთა მექსიკაზეც. ორივე ქვეყანამ გაიწვია ამ პირველი შემაჯამებელი დასკვნის შემდეგ, როდესაც მიიღეს კომიტეტისაგან ასეთი რეკომენდაცია, რომ გაიწვიეთ ეს დათქმებიო, მათ გაიწვიეს ეს დათქმები. ევროკავშირმა გააკეთა ანგარიში მაგალითად თავისი შესრულების შესახებ. და რა თქმა უნდა, ევროკავშირი არის ის სტრუქტურა, ის საერთაშორისო საერთაშორისო ორგანო, რომელიც ყველაზე მაქსიმალურად ცდილობს მიყვეს და დაიცვას ის, რაზეც ხელი აქვს მას მოწერილი, ასე ვთქვათ. ჩვენ როგორც ვიცით, ამ ხრივაც კონვენცია უნიკალურია, რომ თუ ევროკავშირი, ანუ ევროპის ქვეყნებმა ცალკე, მაგრამ ევროკავშირმა ასე ვთქვათ, ცალკე გააკეთა კონვენციის რატიფიცირება და შესაბამისად მან პასუხისმგებლობა აიღო ამასთან დაკავშირებით. ავსტრალიას რაც შეეხება, მაგალითად, ავსტრალიაზე მთელი რიგი საკითხების არის, რაც თვლიან, რომ არ შეასრულა ავსტრალიამ პირველი შემაჯამებელი დასკვნის შემდეგ, თუმცა აი მაგალითად დეინსტიტუციონალიზაციაზე ვიცი, რომ მეტი ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ინსტიტუციები დახურული ავსტრალიაში, მეტ
ძალისხმევას დებს, რომ ეს ჯგუფური სახლებიც, ასე ვთქვათ, უფრო პერსონიფიცირებული და უფრო ადამიანის უფლებებზე გახადოს. გარდა ამისა, ეს არის მორალური წნეხი, რბილი ძალა, ასე ვთქვათ, როდესაც გაქვს ეს დოკუმენტი, ქვეყანას გიჭირავს და ყველა ვკითხულობთ, ხო, როგორც მე ვკითხულობ და უშუალოდ თურქეთის მიმართ გაცემულ შემაჯამებელ დასკვნას ამ ქვეყნის მიმართ ვიცი უკვე ქვეყანაში რა სიტუაცია, როგორია ადამიანის უფლებების პატივისცემა. იგივე დაუშვათ მეთქმედუნარიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყნის მიმართ გაცემულ შემაჯამებელ დასკვნაში დღემდე პრობლემატურია მეურვეობის არსებობა და დღემდე პრობლემატურია პირების კანონის წინაშე თანაბრად აღიარების უფლება. შესაბამისად ეს მიმაძლევს იმის ასე ვთქვათ განცდას თუ რომელ ქვეყანაში უკეთ არის უფლება დაცული და შესაბამისად ქვეყნებსაც აი ეს პოზა ქვეყნისთვის ასე ვთქვათ საინტერესო იმიტომ უნდა იყოს ამის შესრულება, რომ ასე ვთქვათ, იკეყულცონ შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ იცით, აი ჩვენ პირველმა გავაკეთეთ ეს. აი ეს ჩვენი ინიციატივა იყო. იმიტომ რომ გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილება, როგორც იცი, კონვენციის ერთ-ერთი მუხლისი კი არის საერთაშორისო კოოპერაცია, ავალდებულებს კონვენცია ქვეყნებს ურთიერთ თანამშრომლობას და შესაბამისად შეიძლება როცა გაიგებე, ხო, ანგარიშები ან ონლაინ ვართ გადასული და ძალიან ბევრი ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ და სხვა ენაზე. როდესაც ქვეყანა ხედავს, რომ რომელიღაცა ქვეყნის რაღაც რეფორმა წარმატებულად ფასდება, იმ ქვეყანაში მიდიან, კითხულობენ, როგორც ჩვენ მივდივართ ხო სხვაგან, ვიცით, რომ დაუშვათ შვედეთში პერსონალური ასისტენტის სისტემა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტს ეძახიან და მივდივართ და კითხულობთ, ხო, ორგანიზაციებს უკავშირდებით, ექსპერტები ჩამოყვავს, ისე იქნება ჩვენთანაც. ამიტომ საქართველოსთვისაც რეგიონში თავის მოსაწონებლად, იმიტომ რომ ეჭვი მეპარება, რომ განვითარებულ ქვეყნებთან თავი მოვიწონოთ, მაგრამ ევროპის, განვითარებულ ქვეყნებთან არა, მოდი ასე ვთქვათ, დიდარ ქვეყნებთან თავი მოვიწონოთ, თუმცა რეგიონში შეგვიძლია მაინც ჩვენმა ხელისუფლებამ თავი მოიწონოს, თუ კი აი ამ შემაჯამებელ დასკვნას, ასე ვთქვათ, შეასრულებს და უფრო საინტერესო რეფორმებს გაატარებს. მე პირადად რა მოლოდინი მაქვს, მე ის მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენთვის იქნება გაიდლაინი, ასე ვთქვათ, ეს შემაჯამებელი დასკვნა და გვეცოდინება რა გავაკეთეთ ან ვერ გავაკეთეთ. და ხუთი წლის მანძილზე რა უნდა ვაკეთოთ? იმისათვის, რომ შიშიმუპირთა უფლებები უკეთ იყოს დაცული და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი იყოს ამაღლებული, სიღარიბის დონე შემცირებული, იმიტომ რომ ჩვენ ამაზეც გავაკეთეთ აქცენტი ჩვენს ანგარიში, იმიტომ რომ ვთვლით, რომ სიღარიბის დონის შემცირება არის მნიშვნელოვანი, ოჯახების საფორთი არის, ოჯახების დახმარება არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, აი ეს 5 წელი, აი ამ შემაჯამებელი დასკვნით, სწორედ აი ეს ამ მიზნებისკენ უნდა ვიაროთ და ეს უკვე დამოკიდებული იქნება სახელმწიფო რამდენად აიღებს თავის თავზე ამ პოლიტიკურ ნებას, მოდი ასე ვთქვათ, გაყვეს კომიტეტის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. კი ბატონო, ქეთი, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საღამოსათვის, საინტერესო შემეცნებითი ინფორმაციული და მე მთელი გულით ვისურვებდი, რომ 5 წლის შემდეგ სახელმწიფოს ნამდვილად ქონოდა საკეკლუცოდ საქმე ჩვენ უფლებებთან მომართებაში და თითოეული ეს, ასე ვთქვათ, უფლებების რეალიზება თითოეულ შიშიმუ პირის ყოველდღიურ ცხოვრებაში ასახული იყოს. ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამაზე მუშაობთ, ამას ნატრობთ და რა ვიცი, 5 წლის შემდეგ უფრო შედეგიანი და კარგი ანგარიში წარგვედგინოს კომიტეტისათვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობები ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. უკვე მომდევნო თვეში ხვდებით და ესე რომ მშვიდობიან საღამოსა და კვირას გისურვებთ. პირიქით, მადლობა მარიკო და ნახვამდის შენს და მსმენელსაც. დიდი მადლობა დღევანდელი, ასე ვთქვათ, საინტერესო. მადლობა შენ კიდევ ერთხელ.